მოგესალმებით ჩემო ლამაზებო. დღეს მოდით დაუბრაწოთ გემრიელი მწვადი ტაფაზე. ამისთვის დაგჭირდება ღორის ხორცი, ცოტა მქონიანი ნაჭერი, იმიტომ რომ მწვადს უხდება და დავჭროთ ესე კუბიკებად და დავყაროთ ტაფაზე. არანაირი ცხიმი, იმიტომ რომ ღორის ხორცი გაუშვებს თავის ცხიმს. აი აქ ხედავთ უკვე რომ იბრაწება ჩვენი ღორის ხორცი და გადმოვაბრუნოთ ჩანგლით უკვე მეორე მხარეს, რომ კარგად ერთნაირი ვარდისფერი და კაი ფერი მიიღოს. მწვადს ჩემო ლამაზებო თავზე დახურვა არ უნდა და აი ეხა უკვე რომ ნახეთ რომ დაიბრაცა ყველა მხრიდან, შემდეგ მოვაყარე მარილი. ბევრი ფილოსოფია მას არ ჭირდება, არის უგემრიელესი, შემდეგ შეგიძლიათ მოვაყაროთ თქვენ გულად დაჭრილი ხახვი თუ გნებავთ გემოვნებით და მიირთვით გემრიელად ჩემო ლამაზო და ძვირფასო გამომწერებო. მე კიდევ ახლა შემდეგ გემრიელობა ვიდეომდე გემშვიდობებით.